თქვენს მიუღიარეს სახელმწიფო რწმუნებებს პროფესიულ და საზოგადოებრივ ცხოვრებასაც ასეთი მაღალი კონკურენციის პირობებში ლიდერების ლიდერული უნარები, რაც აუცილებელია სულ მარტივად საფუძველი აკადემია დასაბი გორის მერს ბატონო ოფიცრებო სერჟანტებო კაპრალებო თქვენ მინდა ყურადღება გამაგახვილო სამხურების საქართველოს ნომინაციაში Სამხურების საქართველოს როგორც დიდი მუზეუმის სწორად სამუშაო სივრცე მისი ასევე გენერალისმური ყოველდღიური ქართული სამხედრო საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთი მხრივ წინდახედულობას, სიბრძნესა და ისტორიულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ ერთგულებას, თავდადებას და სამშობლოს უანგარო სიყვარულს. სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვა იქნება თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. გერქვას ღირსეული ჯარისკაცი ნიშნავს, რომ განუხრელად იცავდი ამ პრინციპებს. მიხარია, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გაიზარდონ უმაღლესი დონის ოფიცრები. პროფესიული მომზადების მიღმა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენთუზიაზმს, სიყვარულს და პატრიოტიზმს, რომელიც ამ ქვეყნის შვილებს ისტორიულად მოუდგავს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც საქმე სამშობლოს დაცვას ეხება. გვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი. მოგილოცავთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის 106 წლის იუბილეს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც წელს დაამთავრეთ აკადემიის ბაკალავრიატის და საკანდიდატო კურსი. დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, რომელიც საფუძვლიანი თანამედროვე სამხედრო ცოდნით არის აღჭურვილი, რათა ეს ცოდნა მოახმარონ სამშობლოს დაცვას. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის და წინსვლის საქმეში ჩვენ ყველანი ვიამაყებთ თქვენი წარმატებები. ამ აკადემიის კედლებში თქვენ მიიღეთ სამხედრო საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა. წარმატებით შეისწავლეთ სამხედრო ხელოვნება და რაც მთავარია, შეიძინეთ ლიდერული უნარები, რაც აუცილებელია საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახურისთვის. ჯერა, რომ დღეს თქვენი ოჯახის წევრები, ვინც აქ არიან წარმოდგენილები, არიან ძალიან ამაყები და მომავალში კიდევ უფრო დააფასებენ თქვენს არჩევანს და კიდევ უფრო იამაყებენ თქვენი წარმატებით. ეს არის ის ადგილი, სადაც იწყება ქართველი ოფიცრის გზა, სადაც სწორედ აქ ეყრება ფუნდამენტი პატრიოტულ სულისკვეთებას. იკვეთება მომავალი მეთაურის, ლიდერის ხასიათი. აქ ამ კედლებში წალიბდება ღირებულებათა სისტემა, მყარი სისტემა, დისციპლინა და რაც მთავარია, სამშობლოსადმი უპირობო ერთგულება. სამხედრო განათლება პროფესიონალი და ბრძოლის უნარიანი ჯარის ჩამოყალიბების წინაპირობაა. სწორედ ის ავითარებს თანამედროვე ბრძოლის ველზე ეფექტიანი მოქმედებებისთვის საჭირო უნარებს. ამიტომაცაა სამხედრო განათლება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აკადემიების ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის მთავარი განმაპირობებელი კი სწორედ მისი კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალია. ტრადიცია, რომელიც სამხედრო აკადემიას მოჰყვება 100 წელზე მეტ ითვლის და მდიდარია სახელოვანი ქართველი სამხედროებისა და პროფესორ მასწავლებების გამოცდილებითა და თავდადებით. მადლობა მინდა გადაუხადო თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს, აკადემიის ხელმძღვანელობას და თითოეულ სამხედრო ინსტრუქტორს, პროფესორ მასწავლებელს, მოწვეულ სპეციალისტურ თანამშრომელს. თქვენ ხართ ის დაუღალავი ძალა, რომელიც ყოველდღე ქმნის ძლიერ ქართულ ჯარს და ამით კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ქვეყანას. ძვირფასო კურს დამთავრებულებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ წარმატებებს. იცოდეთ ერთი რამ, თქვენი შრომით, მონდომებით, განათლებით და სწავლით შეუძლებელი არაფერია. დღეს თავდაცვის ძალების მეთაურიც, ასევე თქვენი აკადემიის რექტორიც ამ აკადემიის კურს დამთავრებულები არიან.
თქვენ შორის არიან მომავალი რექტორები, მომავალი გენერლები, მეთაურები, ადამიანები, ოფიცრები, რომლებიც წინ უნდა გაუძღვეთ ქართულ ჯარს. დარწმუნებული ვარ, აკადემიაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით თქვენ თავდაუზოგავი შრომითა და შეუპოვრობით შეუერთდებით ჩვენს საამაყო თავდაცვის ძალებს და კიდევ უფრო გააძლიერებთ მას და საქართველოს თავდაცვის უნარიანობას კიდევ უფრო გააძლიერებთ. თავდაცვის ძალების სახელით ახალ კურსდამთავრებულებს გულოცავ ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმატებით დამთავრებას. სურს მადლობა გადაგიხადოთ იმ გადაწყვეტილებისათვის, რომელიც თქვენ მიიღეთ და პროფესიად სამხედრო საქმე აირჩიეთ. ეროვნული თავდაცვის აკადემია დაარსების დღიდან ემსახურება დიდ მიზანს. ეროვნულ ფასეულებებზე აღზრდილ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდა ოფიცრებს აძლევს შესაძლებლობას ჩაირიცხონ და ემსახურონ თავდაცვის ძალებში, ემსახურონ სამშობლოს. ეს არის ადგილი, სადაც ღირსეული, მაღალი განათლების მქონე და სამშობლოს სიყვარულით გამშვალული ოფიცერთა კორპუსი ყალიბდება. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადაუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილის მობრძანებისათვის. მინდა მადლიერება გამოვხატო ბატონო მინისტრო თქვენს მიმართ სამხედრო განათლების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორს, ბრიგადის გენერალ მამია ბალაღაძესა და აკადემიის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს. თქვენ წლების განმავლობაში წარმატებით უძღვებით მნიშვნელოვან საქმეს და ხელს უწყობთ მომავალი ოფიცრების მომზადებასა და განვითარებას. ბატონო ოფიცრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ისურვებთ წარმატებებს თავდაცვის ძალების აღმშენებლობის საქმეში. გახსოვდეთ, რომ თითოეულ თქვენთაგანს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჩვენი სამშობლოს და თავდაცვის ძალების წინაშე. ჩვენ გვაქვს პოტენციალი და ამბიცია ვიყოთ რეგიონში ყველაზე წარმატებული და უკონკურენტო უმაღლესი სამხედრო სასწავლო დაწესებულება. დარწმუნებული ვარ ჩვენი დაუღალავი შრომით, თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების, ჩვენდანი განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და მხარდაჭერით აკადემია კვლავ უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს განვითარებას თავდაცვის ძალების სტანდარტების და გამოწვევების შესაბამისად. ძვირფასო კურსდამთავრებულები, ამიერიდან ბატონო ოფიცრები. თქვენი უმთავრესი მისია ემსახუროთ სამშობლოს, დაიცვათ მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. უდამიდექით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის სადარაჯოზე. დღევანდელი თქვენი წარმატება თითოეული თქვენთაგანის პირადი მიღწევაა, საკუთარი შრომის მიყარების შედეგია. ამასთანავე ეს არის თქვენი ოჯახების დამსახურებაც. და ვისარგებლებ ასევე შემთხვევით განსაკუთრებულ მადლობას გადაგიხდით თქვენ აქ მობრძანებულო სტუმრებო, ოჯახის წევრებო, დროის გამონახვისთვის, იმ საამაყო ქართველებისა და მამულიშვილების აღზრდისთვის, რომელთა დღეს შედეგს და გამარჯვებას და მათ სიკეთეს ერთად და ერთნაირად ვიზიარებთ. დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, როგორც ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებისთვისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე სრულიად საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს მის თავდაცვის ძალებს შეემატა ახალი ნაკადი უმცროსი ოფიცრების, ლეიტენანტების, რომლებსაც აკადემიაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით შესწავთ უნარი იმისა, რომ კარიერის მანძილზე მართონ როგორც მცირე, ისე დიდი ზომის ქვედანაყოფები და ამით შეიტანონ საკუთარი წვლილი საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაში. თავდაცვის ძალებს კიდევ ერთი დისციპლინირებული და განათლებული ოფიცერთა თაობა შეემატა. საკანდიდატო კურსის მსმენელებმა გავიარეთ ერთწლიანი მომზადების კურსი, რაც მოიცავდა როგორც აკადემიურ, ისე საველე სწავლებას. ამ სწავლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენ მაღალკვალიფიცირებულ ინსტრუქტორთა გუნდს, რის გამოც მათ მადლობას ვუხდი.